ბატონო, ლონდონში აგერ ქალი აირჩიეს არქიეპისკოპოსად, სიტყვაზე ვამბობ, ხო, ეს ხო დოგმატის უხეში დარღვევაა. ლონდონში წავიდა ეს თამაში რა, ერთ სქესიანთა თემებზე და ანგლიკანური ეკლესიის აფრიკული კონფესიები ფაქტიურად შეწყვიტეს ლონდონთან თავისი ევქარისტიული კავშირი, იმიტომ თქვენ გიჟები ხართო. ამ სიტუაციაში ხო ანგლიკანელი აფრიკელები ბრიტანელებზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ და ღმერთთან უფრო ახლოს მყოფნი აღმოჩნდნენ. ეს ახალი რომის პაპი რაღაცას ცდილობს რა, რაღაცა დაამყაროს და რა ვიცი მე ხან საიდან შემოუხტებიან და შეუტევენ და უკვე გაგიჟებულია ეს კაციც ხო. ხო და არ არსებობს ფაქტიურად, თუ შეიძლება ითქვას კიდევ ეს არის სერბეთი რა, სერბეთი, სადაც ჩვენსავით ტარდება ოჯახის სიწმინდის დღეები, სადაც გამოდის ქუჩაში მილიონი და მილიონი ნახევარი მორწმუნე სერბი, ხო, მამის კადრებიც გვინახია არაერთხელ. ანუ სადაც მართლმადიდებლობაა, სადაც მრევლი არის უფალთან და სადაც ხელისუფლება არის უფალთან, იქ ყველაფერი მიდის სტაბილურად და ასე თუ ისე კარგად. საქართველოს უახლოეს ისტორიაშიც ჰქონდა არაერთი მაგალითი, როდესაც ზურგი უქციეთ ქრისტეს და ჰქონდა განსაცდელი გადასალახი, ხო, ეს 9 წლიანი რეჟიმი იქნებოდა თუ კიდე რაღაცეები იქნებოდა იქ აფხაზეთის დაკარგვა იქნებოდა თუ ასე შემდეგ, ეს განსაცდელი იყო, რომელიც უნდა გაგვევლო იმისთვის, რომ კვლავ დაუბრუნდეთ უფალს და უბრუნდებით ეხლა და ვისაც არ გინდათ გაიქეცით გვარამიას გაყევით, ხო? მისამართი იცის, ხო? ხო, ეგ აი ზუსტად აი როგორ არის, რომ 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც აფხაზეთში ეს ამბავები ხდებოდა, მაშინ ძალიან შორს ვიყავით რა, ყველაფრისგან რა. ძალიან. იმიტომ რომ ათეისტური ქვეყანა იყო და ვეღარ გადავეწყვეთ აქეთ და არც ვიყავით და გამოცდილებაც არ ჰქონდა და შეგრძნებულიც არ ჰქონდა ეს უფლისიდიდე და რწმენა მით უმეტეს და ამიტომაც მოხდა ის რა. ისეთი რაღაცეები მოვინდომეთ უფლის შეწევნის გარეშე, ამას ქვია ამპარტავნობა რა. ხო და ღმერთმაც თავში ჩაგარდა დროებით და ეხლა გამოვდივართ მაგ სიტუაციაზე. ისევე როგორც ნაციონალური საბჭოა აუცილებლად და ის 9 წელიწადი რა. ესეც მაგარი ჩარტყმა იყო რა. კი ბატონო. ეხლა სხვათა შორის მინდა განახოთ, აი პაშინიანი არის საშინელ დღეშია კაცი აღარ იცის რა ქნა. ესე იგი ეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარია, რომ სომხეთმა უნდა მიიღოს ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო. ეს მოიცავს სამართლებრივ სიცხადეს LGBT პირების უფლებების დაცვის კუთხით. რა დღეშია კაცი აქეთ ჩავიდა და ის პუტინმა ისე დატუქსა კუთხეში და გაროზგა კუთხეში და აყედა აღარ იცოდა რა ეგ და აქედან ესეთი რაცებიან LGBT კანონი და აღარ იცის იქ კათალიკოს იჭერს ეპისკოპოსებს იჭერს და ფაშინიანს ჯერ კიდევ ქონდა ხო შანსი ამ არჩევნებში გამარჯვების მოპოვებისა, მაგრამ ევროკავშირის კომისარი ჩაუვიდა თულად შანსი აღარ აქვს. საკონტროლო იყო ეს კი. ესე იგი რამხელა პრესში მოიქცია თავი, ხო? კი. აი ჩვენი სიტუაცია, თუნდაც პოლიტიკური სიტუაცია რამდენად უფრო, ესე ვთქვათ, აი რამდენად უფრო პირდაპირ ვიძახით, რომ არ გვინდა არც ერთის მხარეს არა ვართ. ვართ ჩვენი ქვეყნის მხარეს და არ ვერევით რა თქვენ იმაში რა, ხო? შენიც. თუ ჩემი ქვეყნის ინტერესებს დააინტერესებს და იქნება რა შესაბამის იმას დაბიჯებს გადავდგა. ჩემი ქვეყნის ინტერესში თუ არ შედის, რაც გინდათ ის გიქნიათ. კი, და ვერაფერს ვერ გიქნიათ. ეს იქითაც იწელება ევროპისკენ, აქეთ ოდეკაბერდანაც გამოსვლა არ უნდა. ეს საშინელ დღეშია რა, საშინელ დღეშია. 2 წლის წინ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში განაცხადი შეიტანა, მიმიღეთო, იქაც ავიღეთ ყველგან, აი შოსი დაგავიწყდა. იქაც კი შეიტანა, კი, ეს ეს არის ახლა მე მგონი დღეს ჩვენთან არის ჩაბოსული ხო ეს კაცი ის ევროკომისარი ეს ევროკომისარი ხო გაიგოს როსთავაზე გაიაროს უხარიათ თუ არ უხარიათ პეტერ მადიარის არჩევნა ხო უნდა გაიგოს კი აი არ ვიცი რა